Üstlerini arayacaksın. ორივე გაჩხრიკეთ. Sizi ველოდებიან. silah. იარაღი მანქანაში დატოვეთ. იარაღი ისედაც მანქანაშია. Halil İbrahim, ჰალილ იბრაჰიმ, sen onu da ara. ეგეც მანქანაში დატოვე. Merak ნუ etme. გეშინია. მე დაგეხმარები. Geçmiş olsun deme. აქ მხოლოდ თანაგრძნობის გამო სახათად მოვედით. სულ ესაა. Tamam gidelim. კარგი, შევედით. ჰალილ იბრაჰიმ, თავი ისევ უხერხულად გვაგრძნობინე. ჩვენ ვერ მოგიკითხეთ, შენ კი სანახავად მოხვედი. წარსულში დარჩეს, მართლა. დაჯდომის უფლება არ მომიცია. Ne yapacak? რას იზამ? მომკლავ? მოკლავ. შერიფ ბეი, იქნება რამის თქმა უნდა. ჰალილ იბრაჰიმის და ოღუზიც მიხვდნენ რა შეგიძლია. იქნება კი იმიტომ მოვიდნენ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყონ. İşte biz de az ამაზე არ გვისაუბრია. თავი ყოვლის შემძლეები რატომ გონიათ? önce görüyorlar. ფიქრობთ, არაფერი მოგივათ? diye. ყოფილო კაპიტანო, ყოფილო კაპიტანო, შენმა კაპიტანმა თავი შეირწყვინა. ამიტომ ვართ ყოვლის შემძლეები. ახლა ხვდები ოღუს? იმის გამო რომ შენმა კაპიტანმა თავი შეირწყვინა, ყოვლის შემძლეები ვართ. აი, სიმართლე რა არის. თუ იმისთვის მოხვედით რომ უკან დაიხიოთ, გისმენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დროს ნუ მაკარგვინებთ და აქედან მოშორდით. Eğer geri adım atmak için gel. გისმენთ. Dinliyorum. Aksi takdirde იმედი მაქვს, სერიოზულ საკითხზე ხართ. ayağımın altından çekil. დროს ტყუილად არ დავკარგავ. Şeref, შერიფ, ben seni შენზე გადაჭარბებული წარმოდგენა მქონდა, ალბათ უფრო ისკანდერის გამო. seni öyle bir შენზე იმდენ რამეს გვიყვებოდა, გვემუქრებოდა. ჰალილ იბრაჰიმ ამას გიზამს, ჰალილ იბრაჰიმ იმას გიზამს. Halil İbrahim falan. ჭკვიანი ადამიანი მეგონე. Ben de მართლა ჭკვიანი მეგონე. kalk. აქედან გაეთრიე, სანამ ყველა ძვალი არ დაგიმტვრიე. Tek bir soru. ერთ კითხვას დაგისვა, მიპასუხე და წავალ. Sor. კითხე. Yani ნუ თუ სისულელი არ არის, olan şeyler biraz არ მოკლეს, არც კი დაგაკავეს. აქ სხეთ ხართ და ყავას სვამთ. yemeden geldiniz burada keyif kahvenizi içiyorsunuz. Bak işte. ამას ვეძახით ძალაუფლებას. Güç. ძალაუფლებას ჰალილ იბრაჰიმ. გასაგებია? Madem ki მაშინ თქვენს პირისპირ რატომ ზივარ? ben niye karşı? ამაზე დაფიქრდით. Bence bunu bir düşünün. იფიქრეთ ამაზე. Kalk gidelim. წავედით ოღუს, წავედით. Bu neydi şimdi? ეს რა იყო?
შერიფ ბეი, ეს ყველაფერი არ მომწონს. არაფერს იტყოდა, რამე გეგმა რომ არ ქონოდა. ჰალილ იბრაჰიმს კარგად ვიცნობ. Ben az çok tanıdım. ძალიან კარგად. Benden selam olsun Bolu Bey'ine, Bolu Bey'ine. Çıkıp şu dağlara yaslanmalıdır, yaslanmalıdır. At işlemesinden, kalkan sesinden, kalkan sesinden. Dağlar seda verip seslenmelidir, seslenmelidir. At kişnemesinden, kalkan sesinden, kalkan sesinden. Dağlar seda verip Mekanlar ყველაფერი ადგილზეა. რა მიგვანიშნა? Düşman geldi tabur, tabur dizildi. Aman dizildi. Alnımıza böyle yazı yazıldı. Yazı yazıldı. Tüfek icat oldu. Mertlik bozuldu. Mertlik bozuldu. 2 saat. 2 საათი თქვა თუ გამარჯვების ნიშანი იყო და ვერ მივხვდი. Amca. ბიძია, Bunlar ან რაღაც ძალიან სერიოზული გააკეთეს, ან მალე გააკეთებენ. yapmak üzereler. Mertlik bozuldu. Eğri kılıç kında aslanmalıdır. ne oluyor? რა ხდება? Amca. ბიძია, Kör oğlu düşer mi hele şanından, aman şanından. Çoğunu ayırır er meydanından, er meydanından. Kırat köpüğünden, düşman kanından, düşman kanından. Çizme dolup şalvar ıslanmalıdır, ıslanmalıdır. Kırat köpüğünden, düşman kanından, düşman kanından. შენი საქმე წასულია, ლაძირაკო. შენი საქმე წასულია. ამ ჰალილ იბრაჰიმს და მათ, ვინც მის გვერდითაა, თუ ვაცოცხლებ, მაშინ კაცი არ ყოფილვარ. Halo. ჰალო, ცოტა ხომ არ გადავაჭარბეთ. ჯობდა შერიფისთვის თავი დაგვენებებინა. რატომ? ხოლოდ მისი საცავები ავაფეთქეთ იმის საპასუხოდ, რაც გაგვიკეთა. ჩემი აზრით სამართლიანად მოვეკეცით. მიყვარ შენი სამართლიანობის მცნება. გმადლობ ძმაო. ყველაფერი ერთად ვისწავლეთ, მაგრამ არ ვიცი როდის ისწავლე თავის ისე დაჭერა თითქოს არაფერი მომხდარა. რამე მოხდა? არ მომხდარა ძმაო, არ მომხდარა. Arıyor. რეკავს. უპასუხე. მომისმინე. არაფერი იცი თუ რამეს კითხავს. რა თქმა უნდა. გამარჯობა ისქანდერ ბეი. დაეწარსულში დარჩეს. გამოგიშვეს? გამოგიშვეს იავოს. სად ხარ? თავისუფალი ხარ? თავისუფალი ვარ, თავისუფალი გისმენთ? შერიფ ბეიმ თქვა რომ საყანოს ერთად შევიკრიბებით. იავოზმა ფიქრეთი წამოიყვანოს და მოვიდესო. კარგი, დაველაპარაკები და შეგატყობინებთ. სად მოვიდეთ, თქვენთან? Ne tarafa gelelim, sizin oraya mı? Bana gelin. ჩემთან მოდით. ფიქრეთსაც დამოენატრებოდა და თან ნახავს. კარგი, შეგატყობინებთ. Eyvallah. კარგი.
საქმე შესრულებულია. Eğer თუ ფიქრეთი ჩვენს წინადადებას არ მიიღებს, senin evden çıkamaz. სახლიდან ცოცხალს არ გაუშვებ. İkisini de öldürer. ორივე მოკალით. Haklısın. მართალი ხარ შერიფ ბეი, მაგრამ არანაირი მაგრამ ისკანდერ. Adamlar 40 yıl ჩვენი 40 წელია აფეთქეს. ya her ან ყველას გავანადგურებთ და ისევ აღვდგებით, ya da yok. ან ყველა გავქრებით. შვიდობაა ესმა? უკვე ყოველ დღე აქ ხარ. გეფიცები აქ ყოფნის მე უფრო მეტი მიზეზი მაქვს, ვიდრე შენ დამლა. მეც მიზეზს გეკითხები. შენ საერთოდ არ გეხება. მითხარე ფიქრეთი სად არის? დროს ნუ დავკარგავთ. თავის კაბინეტში. აქ გაფრთხილების გარეშე აღარ მოხვიდე. მაგრამ ფიქრეთ შევატყობინე. ან იქნებ შენც უნდა შეგატყობინო. ესმა? კეთილი იყო შენი მოსვლა. გამარჯობა ილიფ, ძმა ფიქრეთი გელოდება. მე გაგაცილებ. როცა ამ სახლში უცხო ქალი მოდის, უნდა ვიცოდე. უცხო ვინ არის დამლა? ყველა ვინც ამ სახლში არ ცხოვრობს, დეიდა საკინე. ვინ მოვიდა? ხომ მშვიდობაა, შვილო რა ხდება? როგორც ხვდები, ესმა მოვიდა. ზუსტადაც. კარგია, როგორც ჩანს საქმეზე მოვიდა. ცუდი რა არის? ფიქრეთს არ ენდობი? რა ხდება? ფიქრეთს ვენდობი. მაგრამ ქალებს არა. ნედავ ფიქრეთიც არ ენდობოდეს ქალებს შენსავით. ქალბატონი უკვე ძმასაც აღარ ეძახის? ფიქრეთი აქ, ფიქრეთი იქ, მხოლოდ ამას გაიძახის. ღმერთო. და კიდევ, აი ასე მიყურებს, თითქოს დამცინის. ღმერთო ჩემო. ნედიმე, გილოცავ. დამლა თუ ასე იეჭვიანებს, ფიქრეთი ესმას დაუახლოვდება. ძალიან გამიცხარდება. დილით ელიფმა ისეთი რამ მითხრა, რომ ძალიან გამიხარდა. რა გითხრა? ესმამ ფიქრეთს ჭიქა ხელიდან წაართვა, იატაკზე დააგდო და უთხრა, ახლა სმის დროა? ხოჩახ გოგოს. ეს რომელმა მათგანმა შეძლო? არც ერთმა. ჩემ შვილს მხოლოდ ათრობდნენ და მერე ცუდს აკეთებდნენ. ამის აღსანიშნავად ჩაის დავლებ. ჩემს თვალში ძალიან კარგი გოგოა. ხოჩახ გოგოს. მეც მომეწონა. ესმა? კეთილი იყო შენი მოსვლა. დაჯექი გთხოვ. გმადლობ. ახალი ამბავი გაიგე ფიქრეთ. გავიგე. ძალიან გამიხარდა, კარგად გამოვიდა. მაგრამ მეორეს მხრივ შემეშინდა. აქ ამიტომ გამოვიქეცი. თავარია ახლა ზეინებზე არ იყარონ ჯავრი. ესმა. შემიძლია გენდო? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. მართალი გითხრა მინდოდა ლეილა გამეგზავნა, მაგრამ რადგან შემიძლია გენდო, მაშინ ზეინაბთან წადი და უთხარი, რომ საღამოს ფიქრეთი იქ მინდა. უთხარი, რომ ჰალილ იბრაჰიმს უღალატებს და ისკანდერს ხელს ჩამოართმევს. ასეთ რამეს თუ იზამ ბოდიში, მაგრამ რაც არ უნდა ვუთხრა, ზეინები არ გაჩუმდება. სახეში შეგაფურთხებს, იცოდე. მეც ეს მინდოდა. იევუს, ბოდიში უნდა მოგიხადო. იმ ბიჭს უკავშირდება? რა მოხდა? მოიცადე და მშვიდდი. ღვთის გულისათვის. კარგი, გისმენ. მე ერთ წამალს ვსვამდი.
çocuğumuz oldu. შვილი რომ არ ყოლოდა. Onu senden gizli. მაპატიე რომ გიმალავდი. Ben მე çocuk doğurmaya დედობისთვის მზად არ ვიყავი. doğrudur. მართალია, Ama bunu sen მაგრამ შენგან არ უნდა დამემალა. ეს უკვე დავივიწყე, ლეილა. Kendimi çok თავს დიდ ხანს ვიტანჯავდი, მიყვარდი თუ არა, მინდა შენთან თუ არა, ჩემს თავს გამობმებით ვეკითხებოდი. Ben seni ძალიან მიყვარხარ. biliyorum. ვიცი, არაფერი ყოფილა ისე როგორც შენ გინდოდა, ჩვენი ქორწილის ჩათვლით, მაგრამ Ama იმისთვის რომ შენც ისევე გიყვარდე როგორც მე მიყვარხარ, მომეცი შანსი და გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია. გეფიცები. ben hiçbir şey. მართლა არაფერი მინდა. Ben მე ვარ ადამიანთან, რომელსაც ვუყვარვარ. პატივს მცემს. დედამისის და მისი დის გარეშე, მათი ზეწოლის გარეშე მინდა გავატარო მთელი ცხოვრება. yaşamak istiyorum. სულ ესაა? ასეც იქნება. kimsenin ხელს ვერავინ შეგვიშლის, ლეილა. Leyla. სიტყვას გაძლევ. დედა, მამა სად არის? რატომ გითხულობ? Arıyorum telefonu. ტელეფონს არ იღებს. Hayır niye arıyorsun? რატომ ურეკავ შვილო? Babam oldu. იმიტომ რომ მამა ჩემია. Ortalık ყველაფერი თავდაყირად ადგა. kıyamet kopuyor. ნამდვილი კატასტროფაა. Sorayım dedim. მამას ეცოდინება. Ortalarda. თუმცა არ შემიძლია ვკითხო. არ ვიცი სად არის. კატასტროფა ჩემთან მოხდა შვილო. ახალგაზრდა ვაჟი დავკარგე. ქალიშვილი ორი შვილით სახლში მიზის. კატასტროფას რა მაშორებს? Sen beni üzmek istiyorsun. გასაგებია, გინდა გამაბრაზო. Mithat'ı arayayım. მაშინ მითაც დავურეკავ და ვკითხავ. შვილო, მამა შენი ბრაზდება, როცა ტელეფონზე კითხულობ სად არის. ტელეფონები ისმინება. კაპიტანმა ასე თქვა. Yoksa kendisi dinliyor. თუ ისმინება, ისევ თვითონ უსმენს. Kulaklarını kapatsın. მაშინ ნუ მოისმენს. რა ვქნა? benimki ჩემი რეკავს. canım. ძვირფასო, საყვარელო. Mithat. მითაც, Bir şeyler რაღაც მოხდა. გაიგე? გავიგე არა, ამ საქმეში ჩართული ვარ. რას ნიშნავს ჩართული ხარ? ტელეფონზე ვერ მოგიყვები, თუ გაინტერესებს შევხვდეთ და პირისპირ ვისაუბროთ. iyi. Çık. კარგი, მაშინ სახლში ვარ. კარგი, მოვდივარ, ჩემო. Geliyorum. მოვდივარ, აიშე. Görüşürüz. დროებით. Görüşürüz. დროებით. ღმერთი დაგსჯის შვილო. Amin. ამინ, დედიკო. ვნებდები, ვნებდები. Davut. დავუთ, მივდივარ. ჩემგან ნებართვა გჭირდება, წადი სადაც გინდა. Bana უთხარი რამე ტკბილი გამემზადონ, ხელცარიელი ხომ არ მივალ, არა? Mithat. მეთად, არც ტკბილს მოგცემ და არც მარილიანს. მომისმინე. O Ayşe. ეგაიშე დაგუპავს, ახლავე გეუბნები. Ona tek bir თუნდაც ერთ სიტყვას თუ ეტყვი, იცოდე ისკანდერის სახლში ამის შესახებ ყველა გაიგებს. ona göre. Bak Davut. მომისმინე დავუთ, ყურადღებით მომისმინე. თუ გინდა რომ ქალი ხვდებოდეს, უნდა აიძულო ინერვიულოს. გასაგებია? დაუშვათ შეხვდა. როგორ აიძულებ ინერვიულოს? არ ვიცი, მაგაზე აღარ მიფიქრია. გზაში მოვიფიქრებ. ადექი, ტკბილი მომიმზადე, მიდი. მომშორდი. კარგი არადგე, არ დაიძაბო. ბიჭებს ვეტყვი რომ მომიმზადონ. ხელცარიელი ხომ არ მივალ? Hoş mu gideyim? ღმერთო ჩემო. ღმერთო შენ მიშველე. სად მიდიხარ ფიქრად? İşim var. საქმე მაქვს. Niye sordun? რატომ მეკითხები? ისმასთან მიდიხარ? Ne oluyor
რა ხდება დამლა? მშვიდობაა? ახლა ანგარიშები უნდა ჩაგაბარო? არა, ძალიან უბრალო კითხვას გისვამ ფიქრეთ. შენი საქმე ესმას უკავშირდება თუ არა? ბოლო დროს ხომ დილიდან საღამომდე ერთად ხართ? როგორც ჩანს დაგავიწყდა ბოლოს აქ რა მოხდა. ზუსტად აქ იარაღი დამიმიზნე. შემდეგ მიბრუნდი და შოთას ესროლე. ეს ყველაფერი დავივიწყე, ახლა კი გინდა ანგარიში ჩაგაბარო ვის და რატომ ხვდები? უფლება არ მაქვს ვიცოდე როგორც შენმა ცოლმა. იმ მიზეზებით, რომელიც ეს წუთია ჩამოვთვალე, ქმარი არ ყავს. ამ სახლში მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ ჰალილ იბრაჰიმს უნდა. სულ ესაა. რას ნიშნავს სულ ესაა ფიქრეთ? ურთიერთობა გვაქვს თუ არა? მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ ვინმე მოინდომა. აქ იმიტომ ვარ, რომ მიყვარხარ. შეგვიძლია ჩვენი ქორწინება გადავარჩინოთ. ვეღარ გადაარჩენ იმას, რაც მოკვდა დამლა. ეს ქორწინება უკვე ჩემთვის მკვდარია. კარგი, კარგი. კარგი. მაშინ არც ამ სახლში დარჩენის მიზეზი მქონია. ანუ დამლა? ანუ ფიქრეთ, დედა ჩემი სახლში მივდივარ. და შენი სიტყვების მიხედვით ვიმოქმედებ. ამ წუთიდან ჩემგან აღარაფერს ელოდო, განქორწინების განცხადების გარდა. ამ ყველაფრის შემდეგ ფიქრეთი და იაუზი ჩვენთან რატომ ინთანამშრომლებენ? იმისთვის რომ იცოცხლონ ბიძაშვილო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰალილ იბრაჰიმი ორივეს საქმის გარეშე დატოვებს. ფიქრეთი ამას რომ ვერ ხვდებოდეს მასთან კავშირს არ გაწყვეტდა. ხო, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი. საღამოს ყველაფერს მიხვდებით. თუ ეს თამაშია, ფიქრეთს არა, მაგრამ ზეინებს შეემჩნევა და მაშინ, როგორც შერიფ ბეიმ თქვა, ორივეს მოვკლავთ. მანქანაში ჩავდებთ და კლდიდან გადავაგდებთ. ამით დამთავრდება ყველაფერი. ჩემს ძმას მსგავსი რამის გაკეთება არ სჭირდებოდა ესმა. ესე იგი იტყვის, რომ ხალილ იბრაჰიმს უღალატებს და მე რეაქციის გარეშე ვიჯდები? იცის რომ არ დაიჯერებ, ამიტომ ბუნებრივად მოიქეცი. ჩემთვის არ უთქვამთ, რომ ძმაც მოვა მითხრეს, რომ სადილზე შერიფ ბეი მოდის და გამზე დილიდან სამზარეულოშია. არ გეტყვიან, სანამ მე არ წავალ. ესმა ხალილ იბრაჰიმმა ყველაფერი ააფეთქა? ყველაფერი. ესმა კი მოხვედი, მაგრამ წასვლის დროს ვეღარ ხვდები. რა მოხდა ჩემი ყოფნა განერვიულებს? არა, რატომ? ერთად ვისაუბროთ იმაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ. კან. კარგი ზეინებ, ისედაც წასვლას ვაპირებდი, მაგრამ კიდევ მოვალ. მე გაგაცილებ. საჭირო არ არის ძვირფასო. ესმა უკვე ყოველდღე აქ არის, გზას თვითონ გაიგნებს. ზეინებ, ხოლამდე. ხოლამდე ესმა. ისედაც ვერავის ვხედავ. მხოლოდ ერთი მეგობარი მოდის. ვერ გავიგე ასე რატომ გაღელბებს ის, რომ მას ველაპარაკები. შენთვის კარგი ამბავი მაქვს სიხარულო. ესმა ამიტომ გავუშვი. წამოდი. აქ მითხარი რაც გინდოდა. ახალი ამბავია? გილოცავ საყვარელო. დღეს საღამოს შენი ძმა მოვა. რატომ? ადამიანმა სიკეთე არ უნდა გაგიკეთო ზეინებ. მაშინ ვეტყვი რომ არ მოვიდეს. არა, როგორ მოხდა რომ ნახვის უფლება მიეცით? ეს მაინტერესებს. შენმა ძმამ და იევუზმა მამას დაურეგეს. მამამ კი უთხრა რომ ეს ტელეფონზე სასაუბრო თემა არ იყო და ჩვენთან მოსულიყვნენ. თან დაუმატა ალბათ შენ და ზეინებს ერთმანეთი ძალიან მოგენატრათო. ჩემი ძმა მამა შენს არ დაურეკავდა. იევუზი კი არ ვიცი.
ამჯერად რა დაგეგმეთ? საინტერესოა. ღმერთო ჩემო. ჩემო პატარა ცოლო, ცოტა გაიღიმე. შენი ძმა მოვა. ხომ არ გინდა იფიქროს, რომ ქორწინებაში უბედური ხარ? Damla çok ağır konuşmuşsunuz. დამლა ჰანიმ ძალიან მკაცრად ელაპარაკეთ ფიქრეთ ბეი. ისევე ელაპარაკე, როგორც მინდოდა შოთა. ასე თუ იმის გამო იქცევით, რაც მე შემემთხვა, საჭირო არ არის. ამის თქმა მინდოდა. ეგეცაა, მაგრამ საქმე არ ჩვენშია და არც ჩემში. არ შემიძლია ვაპატიო. ღალატის პატიება არ შემიძლია. Tamam. კარგი, არა პატიოთ. ახლა რა იქნება ფიქრეთ ბეი? Birazdan მალე იეუსთან ერთად ისქანდერ ბეისთან მიხვალთ და ხელს ჩამოართმევთ. შემდეგ პრობლემები ხომ არ იქნება რა? ben Yavuz ვეცდები გზაში იევუსს ყველაფერი უთხრა. თუ მისვლამდე არა უკან დაბრუნებისას აუცილებლად დაველაპარაკები. ადრე ვერ გამიგებდა, მაგრამ şimdi ახლა უკვე იცის, რას ნიშნავს გიყვარდეს. დამლა რაც ნიშნავს შორდებით. დედა განქორწინება ჩემი იდეა არ ყოფილა, მაგრამ ფიქრეთმა გადაწყვეტილება მიიღო. იმ სახლში მხოლოდ ხალილ იბრაჰიმის გამო მიტანს. რა უნდა მეკრა? ამ სიტყვების შემდეგ ფეხებში ჩავვარდნოდი? ამ ადამიანმა მამა მომიკლა. მე მის დაცვის წევრს ვესროლე. მამა ჩემი მკვდარია. შოთა ისევ ცოცხალია, მაგრამ თურმე კიდევ ვერ მაპატია. მე ვერ ვაპატიებ. გეტყოდი, რომ თუ არ შეგიძლია ვინმე საპატიო, მაშინ ურ საკუთარ თავს აპატიებ. მაგრამ არ მინდა ტკივილი მოგაყენო. მართალი ხარ, დედა? რაც არ უნდა მითხრა, მართალი ხარ. ფიქრეთი თქვენზე წინ დავაყენე. შეცდომა დავუშვი. ძალიან დიდი შეცდომა. არ უყვარ ხარ, შვილო, არ უყვარ ხარ. რომ უყვარდე, ნებისმიერ შემთხვევაში გაპატიებდა. იავუს შეხედე. ლეილამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა. ის კი გაიძახის, ჩემი ცოლიაო. Ben onu çok sevdim. ძალიან მიყვარდა, დედა. ძალიან, Ben çok sevdim. ძალიან. O yaşasın. იმისთვის, რომ ცოცხალი ყოფილიყო. თქვენზეც კი ვთქვი უარი. O beni sevmedi. მას კი არასდროს ვყარები ვარ. შვილო, შვილო, მე ძალიან მიყვარ ხარ. არ დაგავიწყდეს, რაც არ უნდა მოხდეს. შენ გვერდით ვიქნები და დაგიცავ. კარგი შვილო. მაპატიე, დედა. მაპატიე. Didem, დიდემ, ne işin var? აქ რას აკეთებ? ხალილ იბრაჰიმ, Kusura bakma. მოულოდნელად მოცელი ამტკივდა და აქ დავრჩი. İyi misin? კარგად ხარ? საავადმყოფოში წაგიყვანო? Yok. არა, Biraz toparlan. ცოტა გადამივლის და სახლში წავალ. Yok gerek yok. შეგიძლია აქ დარჩე, საღამოს საქმე მაქვს, მე გავდივარ. Bakacağım zaten. Tamam. კარგი, Teşekkür გმადლობ. duruma. მოვიფიქრებ. Eğer bir şey თუ რამე დაგჭირდება, გოგონებს უთხარი. Olur. კარგი, Teşekkür ederim. გმადლობ. აბა, წავედით, ძმაო. წავედით. ედანურ, დიდემი თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობს. Gitmedi mi o da? კიდევ არ წასულა? არა, ჩემს ოთახშია, წევს. კარგი ხალილ იბრაჰიმ, თუ საჭირო იქნება საავადმყოფოში წავიყვანთ. ზოგჯერ შეაკითხეთ, თუ საჭირო გახდება წაიყვანეთ.
კარგი, თუ რამე მოხდება, ოღუზის საშუალებით დაგიკავშირდები. Telefonun kapalı. ტელეფონი გამართული მექნება, მომწერე, როცა ჩავრთავ, ნახავ. სად ვიდიხართ? diye sormamalıyım. ამას არ უნდა გეკითხებოდეთ. არაფერი მithქვამს. Dikkat edin ha. თავს გაუფრთხილდით. დროებით. დროებით. თითქოს ამ უზარმაზარ სახლში სხვა ოთახი არ იყოს. წავიდა და ზეინეფის საწოლში წევს. ქალბატონო ცოტა ჩუმად გაიგონებს. Sanki duydum. გაიგონოს. ისე ამბობ თითქოს სადმე წავა. Bakıp geleyim kızım. თუ რან შენს ცოლს რამე უთხარე, წავალ შევხედავ. გაიქეცი, არა ლოდინო. Teşekkür ederim. გმადლობ. Ben almayacağım. მე არ მინდა გმადლობთ. Abinle ძმასთან ერთად საკმარისი დრო გაატარე. ახლა საქმეზეც ვისაუბრებთ, ზეინებ. ჩემი ძმა საქმეზე ჩემი თანდასწრებით საუბრობს, შერეფ ბეი. Yani siz de konuşabilirsiniz. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ. იავუზმაც ძალიან კარგად იცის, რომ დღემდე მათ საქმეში არ ჩავრეულ ვარ. დიახ, ასია. ზეინები ასეთია. რაც უნდა მოისმინოს მხოლოდ იმდენს ამბობს, რამდენიც საჭიროა. წესები იცის. შერიფეი ამას იმიტომ ამბობს, რომ ზეინებმა მოსმენილის გამო არ ინერვიულოს, მაგრამ თუ დარჩენა უნდა, რა თქმა უნდა. ზეინები ამ სახლის ქალიშვილია. მისგან დაფარული არაფერი გვაქვს. ძალიან კარგი. siz konuya girmeden მაშინ სანამ რამეს დაიწყებდეთ, მე გკითხავთ. bu ეს რა აფეთქებები და ზანზარი იყო? değildir. Belli ki პოლიციამ დაგაკავათ, ვიღაცამ კი გარედან თქვენი საცავები ააფეთქა. janınızı patlattı. მე და იავუზმა გზაში ასეთი ანალიზი გამოვიტანეთ. Gelirken öyle bir analiz yaptık. მართალია? Doğru mudur? საცავებს არც ისე დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ, ვფიქრეთ. მათი უმრავლესობა წარიელია. ჩვენთვის ცნობილი პიროვნებაც ცდილობს დაგვიმტკიცოს, ჯერ არ დავცემულ ვარ და ფეხზე ვდგავარო. სხვა არაფერი. ამ საცავებზე არაფერი გვსმენი აქან. Biz burada აქ იმაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ, რაც მოხდება და არა იმაზე, რაც უკვე მოხდა. beni kırma. მოხვედით, არ მაწყენინეთ. გმადლობა მისთვის. Ben მე ზეინების გამო, თქვენი უკვე წარსული ურთიერთობების გამო ცოცხალი დავტოვე, მაგრამ ჯერ ისევ მაჩვენებს, რომ მომიუნდა. Ama o მხოლოდ ეს შეუძლია. konuşmadan yana olduğunu gösteriyor. Gösterip gösterebileceği de bu kadardı. ეთყობა კიდეც რა შეუძლია. პრობლემა სახელად ჰალილ იბრაჰიმი არ გაგვაჩნია. ახალი მოვაჭრია, მაგრამ თქვენ ორნი ბიზნესმენები ხართ. თუ ამ რაიონში ვინმე საცავი აფეთქდება, ეს ვაჭრობაზეც მოახდენს ზეგავლენას. მართალი არ ვარ, ფიქრეთ? haklısın. მართალი ხართ, მართალი. Bize მაგრამ ჩვენ რას გვთავაზობთ, ამას ვერ მივხვდი. ben buraya მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩამოშლილი წესრიგი აღვადგინო. kalıcı დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ. eğer თუ ორივე თანახმა ხართ, ისკანდერის პარტნიორები გახდით. Ben de sizi ამ რაიონში ერთ-ერთ უდიდეს ადამიანებად გაქცევთ და გავემგზავრები. Şimdi ახლა ამბობთ, რომ არ გაგვაჩნია ისეთი პრობლემა, როგორიც ჰალილ იბრაჰიმია. მაგრამ როგორ ვიმუშავებთ, როცა ეს პრობლემა არსებობს? amca da ვიძია შერიფი ამბობს, რომ აღარ იქნება იავუს. იავუს კი აინტერესებს, როგორ აღარ იქნება. nasıl var თუ ელით, რომ ჰალილ იბრაჰიმს მოვკლავთ, ან მახემდე მიგიყვანთ, ამას არ გავაკეთებთ. öyle bir şey. მინდა ეს იცოდეთ. მის სიკვდილსან მახეში გაბმას თუ შეუშლით ხელს. olur musunuz? აი რაშია მთავარი კითხვა, ფიქრეთ. ისკანდერ, İskender ჰალილ იბრაჰიმი გადავარჩინე, როცა სიკვდილის პირას იყო. üzereyken kurtardım. საავადმყოფოდან გამოსვლის დღეს ჩემთან სახლში მოვიდა და შეურაცხყოფა მომაყენა. Abi ძმაო, o benim ის ჩემ გამო მოხდა. ნიშნულობა არ აქვს მიზეზი რა იყო. Kimse არავის აქვს უფლება უმადური იყოს. yaparsa da yol თუ ასე მოხდება, მასთან ყოველგვარ კავშირს გავწყვეტ. Ha bir şey რამეს მოვიმოქმედებ თუ არა? yapmam. არა. Soruna gelirse
gidersek რაც შეეხება პრობლემას, Yapan ხელს არ შევუშლი იმას, ვინც ამას გააკეთებს ისკანდერ. ძმაო, რას ამბობ? Ne diyorsun sen ya? თუ ჩემი სიტყვები არ მოგეწონა, აქედან გადი ზეინებ. Zeynep. ძმაო, შენ გელაპარაკები. ხვდები რას ამბობ? Arkadaşını ამბობ, რომ მეგობარს ვღალატებ. ახლა ხალილ იბრაჰიმზე ვსაუბრობთ. ხვდები? გამზე, Ben Zeynep'i odasına götür. ზეინები თავის ოთახში აიყვანე. Yavuz sen იავუს არაფერს იტყვი? yakışıyor. ნუ თუ ასეთი საქციელი გიხდებათ. ზეინებ, ადექი წამოდი. ხალილ იბრაჰიმე რაც არ უნდა გაგიკეთოთ, ყველაფერი დაიმსახურეთ. ვაჭრობა, თქვენი ვაჭრობა წყალსაც წაუღია. ფერჰად, ქალბატონები მათ ოთახში მიაცილე. Bakın მომისმინეთ. Zeynep ზეინებს თქვენ გაბარებთ. çok zor იცით რომ ახლა რთული პერიოდი აქვს, ama hepimiz. მაგრამ ყველა ვალდებულია გაგებით მოეკიდოს. Sen hiç merak არ ინერვიულო ძმაო ფიქრეთ. Zeynep'i ზეინებმა ილაპარაკოს რაც უნდა. ამიერიდან მასზე პასუხის მგებლები ჩვენ ვართ. შეგიძლია მშვიდად იყო. eyvallah. დიდი მადლობა. ახალი პარტნიორობის დაწყებას გილოცავთ. Hoş geldin. კეთილი იყო შენი მოსვლა, ჰალილ იბრაჰიმ. გთხოვთ. Buyurun buyurun. მობრძანდით. კაპიტანო, თქვენი სტუმრები მოვიდნენ. ბრმა არ ვარ ნესიმ. Enver de ბოლოს ენვერმა სცადა, მე და კაპიტანი აქ მოვეკალით. atmıştı. Öyle değil. ასეა იდიოტო. Tamam Nesin. კარგი ნესიმ, უკვე შური იძიე. ინფორმატორი გავხდები. Neyin tam რაზე უნდა შეაგროვო ინფორმაცია? შერიფის ხალხი მაშინვე მოკლავდა. დაზვერვის თანამშრომლებად გადაცმულებმა წაიყვანეს. araççı numarası yapıyor. კაპიტანი რომ არა, ჩაძაღლდებოდა. Olmasaydı gebermişti. Evet. დიახ, ნესიმს დაუჯერეთ. დეტალურად აგვიხსნა. Bu arada ხო მართლა კაპიტანო, ის ხალხი თავიდან მოვიშორეთ. ზღვაში გადავაგდეთ. haberleri ეს ამბავი კიდევ რაღაც დროით შერიფამდე არ მივა. İstanbul ამ იდიოტს კი სტამბულის ქუჩებში დაუწყებენ ძებნას. bilgilendirme. თუ სათქმელი სხვა არაფერი გაქვს, მაშინ გვინდა ცოტა ვისაუბროთ ნესიმ. Tamam. კარგი კაპიტანო. Şunu da al. ესეც წაიყვანე. წაიყვანე. Yürü lan keş. ფეხი გამოადგი იდიოტო. როგორ წამოვიდე სავარძელში ვარ, კიდევ ბევრს ლაპარაკობს. ადექი, ფრთხილად. Göstereceğim ben sana ya. გააჩვენებ სიფრთხილე როგორ უნდა. Komutanım. კაპიტანო, Sağlam maşallah კარგი კადრი გყავთ. paşa. არ მოგეწონა? O Nesim'in çenesi sayesinde ამ ნესიმის ენის წყალობით ყველაფერი ვიცი. ენვერის სიცოცხლის სურვილის წყალობით არსებობს იმის ალბათობა, რომ შერიფს სამუდამოდ ციხეში ჩავსვამთ. რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან, კაპიტანო. sen bugün başka bir დღეს მეტი ხმაური აღარ მოაწყო, დილიდან ხელმძღვანელობას ვესაუბრები. konuşmaktan bir სანამ ენვერი პროკურატურაში არ მივა და მის ჩვენებას არ ჩაიწერენ, არავინ მოკვდება. sevk edip itiraflarını kayıt altına კაპიტანო, ჰალილ იბრაჰიმს სხვა გეგმა აქვს. გესმით? Halil İbrahim გაცილებით სხვა გეგმა. მითხარი ღვთისგულისათვის, მართლა დავინტერესდი. Amca. ბიძია. მამა ამბობს, რომ ენვერი ჩვენ არ გვყავს. Adam ჩვენი ხალხიც არ სადაა. ne demek? რას ნიშნავს არ გვყავს ფერჰად? ვერ პოულობენ. Eğer თუ ენვერმა მამაშენის ხალხი მოკლა და გაიქცა, biz მაშინ ვიპოვით. მაგრამ თუ სხვამ დახოცა ის ხალხი და ენვერი წაიყვანა, მაშინ დავიღუპეთ. biz biteriz. ნამდვილად დავიღუპეთ. Baba misafiri მამა სტუმარია კაბინეტში გელოდება. უკანა კარიდან შემოვიყვანე, არავის დაუნახავს.
ენვერის სიტუაციას მიხედეთ. მოაგვარეთ. Safir kimmiş kuzen? სტუმარი ვინ არის ბიძაშვილო? Şimdilik sen bile bilmeyeceksin. ჯერ შენც კი არ გეცოდინება ბიძაშვილო. Abim ჩემი ძმის და ფიქრეთის აქ მოსვლა ხალილ იბრაჰიმის გეგმა იყო. Zeynep bu ზეინები ესმას ტელეფონით ყველაფერს უყვება. onlara aktarıyor. Dayım Ayşe'yi ayart. მიწია აიშეთია დაკავებული. იავუსი და ლეილა ისევ ერთად არიან, მაგრამ თავს ისე გაჩვენებენ, ვითომ შორდებიან. Ferhat'ı düşürmek için. იმისთვის რომ ფერხათი დაიჭირონ. Yani მოკლედ ისკანდერ, sen bir oyun თამაში მოიფიქრე, ama sana მაგრამ არაფერი იცი იმ თამაშზე, რომლითაც გეთამაშებიან. O yüzden ya şimdi ამიტომ ან ახლა ჩემთან ერთად ახალ თამაშს დაგეგმავ. ya da yok. ან გაქრები. იავუს, როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? შეხვედრამ როგორ ჩაიარა? კარგად. როგორ ჩანს, დაიჯერეს რომ მათ მხარეს ვართ. დამლა სად არის? ოთახშია? თქვა რომ სასტუმროში შეივლიდა. რადგან დამლას კითხულობ, ხვდები შენ და ფიქრეთმა ილაპარაკეთ. ვილაპარაკეთ, როცა ისკანდერის სახლიდან გამოვედით. რა გითხრა? მითხრა რომ მისთვის დამლასთან ურთიერთობა დასრულებულია. შენ რას ფიქრობ? ჯერ იმედი კიდევ მაქვს. რაც არ უნდა იყოს ფიქრეთი მგრძნობიარე ადამიანია, ადვილად ვერ მიიღებს იმას, რაც დამლამ გააკეთა, მაგრამ აი, მოვიდა. თუ შენი ქალიშვილი ცოტა მეტ მოთმინებას გამოიჩენს, დაუთმობს. ჩემი აზრით, ყველაფერი დაალაგდება. ღმერთო ჩემო, დამლა სულ სხვა რამეს ამბობს. მოგბრძანდი. გმადლობ. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. დედამ მითხრა რომ სასტუმროში დარჩებოდი. არა, უბრალოდ ცოტა დასვენება მინდოდა, დარჩენას არ ვაპირებდი. დამლა. იავუზი ფიქრეთს ელაპარაკა. ის შენსავით უიმედოდ არ არის განწყობილი. რა თქმა უნდა, ჯერ ფიქრეთი გაბრაზებულია, მაგრამ როცა მისი ბრაზი გაივლის, ფიქრობ, ყველაფერი შეიცვლება. Ben Ayşe მე აიში არ ვარ. მისი სათამაშო არასდროს გავხდები.